ზოგადად ქოცობა ხო ტეხავს და მოგესალმებით ჩემო კარგებო. ეს გოგო დიდად ცნობილი სახე არ არის, მაგრამ TikTok-ში ძალიან ხშირად ხვდება მისი ვიდეოები, სადაც ადამიანებს აბულინგებს, შეურაცხყოფას აყენებს და ცხოვრობს ევროპაში. მე წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში, მაგრამ იცით როგორ ევროპაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იყო და შენი უფლებები მთავრდებოდა იქ, როდესაც სხვის უფლებებს არ ხვევდი და თუ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებდი, ცხვირს და პირს დაგილეწავდნენ. აი ესეთ ევროპაში ვცხოვრობდი მე. და შენნაირები ევროპაში, რასაც ხედავენ, ეს არის მონობის ფასი. ვის ეძახი გაყიდულებს, როდესაც გაყიდული ხარ. ჩვენ რუსეთის მონობისგან განთავისუფლდით და არავის მონა არ ვართ. მე არც რუსეთის მონა არ ვარ, არც ევროპის მონა არ ვარ. მე ვარ ჩემი ქვეყნის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნამდვილად არაფრის ფასად არ დათმობს თავის ქვეყანას. მე მყავს ევროპელი, დედობილი და მამობილი, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე ზრუნავს. და ყველას ძალიან ბევრი მიწერს აქ, რომ სად მუშაობ და ვინ გიხდის და რას გიხდის. მე ევროპელები მიხდიან და ჩემს ქვეყანას არ ვყიდი. იცით რატომ ვუყვარვარ მათ? მათაც ჰქონდათ ის მომენტი, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის, ჩამოსulis ეშინოდათ და 1000 რაღაცები, მაგრამ მათ მე დავანახე, რომ ჩემი ქვეყანა სწორ მხარეს დგას და არ უნდა ჩემს ქვეყანას, რომ უკრაინასავით გაწერული იყოს. და ისინი დღეს ჩემს მხარეს დგანან. და შენ ქვეყანას ყიდი და სხვას ეძახი მონას. შენი მონობა არასდროს არ დასრულდება. ახლა, როდესაც ქართული ოცნება არის მთავრობაში, მაშინ იყიდე ბინა, მაშინ გაახილე თვალი და მაშინ ცხოვრობ კარგად. შენნაირები არიან სამარცხვინოები, შენნაირები არიან საშიშები და ჩემი სიტყვის გჯეროდეს. შენნაირები აი იმ დიდ წიგნში ჩაიწერებიან როგორც ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყანა გაყიდა. შენ დგახარ ნაცებთან, შენ დგახარ მკვლელებთან, შენ დგახარ ნანუკა ჟორჟოლიანთან და ჩვენ გვიკითხავ მორალს. შენ ხარ სირცხვილი და ამ სირცხვილს ვერ ჩამოიბან. კოჰაბიტაცია დასრულებულია და შენნაირები საქართველოში თავაწეულები ვერასდროს ვერ გაივლიან. ამის პირობას გაძლევ მე, ევროპელი თამარა.